2014 წლის ბიუჯეტის შესრულება მოსალოდნელია თუ არა ლარის კურსის რყევა წლის ბოლოს. საფრთხის შემცველი ნახევარფაბრიკატები, რომელი პროდუქტის შეძენისგან უნდა შეიკავოთ თავი. სოფლიო ბაზარზე შოკოლადის დეფიციტს პროგნოზირებენ. ნახეთ დეტალები რამდენიმე წამში. მოგესალმებით, საქმიანი თემები და დროული ინფორმაცია საქართველოდან და უცხოეთიდან. ეთერში ეკონომეტრი მე კი დავით ლაბაძე ვარ. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა. ამ თემაზე დღეს კომენტარი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. მისივე თქმით, აღწერილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 95%, რადგან გარკვეული შეფერხებების გამო ვერ მოხერხდა სრულად აღწერა. დარჩენილი რაოდენობის დათვლა კი დეკემბრის ბოლომდე მოხდება. პირველადი შედეგების გამოქვეყნება 2015 წლის აპრილში უნდა განხორციელდეს. ის მისამართები, რომელიც არსებობს, რომელსაც ვერ მოხდა ინტერვიუს აღება, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ ხელახლა მივალთ ამ ოჯახებში, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი მოქალაქე, რომელიც ვერ მოხდა აღწერაში სხვადასხვა მიზეზის გამო, შეუძლია დაგვიკავშირდეს. დღეს სავაჭრო სამრეწველო პალატაში ირანელი და ქართველი ბიზნესმენები შეიკრიბნენ ღონისძიებას სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, ინჟინრები, ტელეკომუნიკაციისა და სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებული ბიზნესმენები და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრეები დაესწრნენ. სტუმრები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ქართულ ბაზარს უკეთ გაეცვნენ. ქართული და ირანელი ბიზნეს კომპანიების ორმხრივი შეხვედრა ახალი პარტნიორებისა და ინვესტიციების მოძიებაზე იყო ორიენტირებული. მსგავსი შეხვედრები იმაზე მეტყველებს თუ რაოდენ მზარდია ჩვენ შორის ეკონომიკური ურთიერთობები. 2013 წელს საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 48%-ით გაიზარდა. საქართველო ჩვენი კარგი სტრატეგიული პარტნიორია. გამჭირვალე გარემო და გამჭირვალე კანონები, რაც თქვენს ქვეყანაში არსებობს, ნამდვილად ხელს უწყობს ბიზნესის წარმოებას. ირანსა და საქართველოს შორის ბიზნეს ფორუმი წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც ვგეგმავთ. 25 წელია ირანთან ურთიერთობა მაქვს. 25 წელია ერთი პარტნიორი მყავს, რომლებიც ძირითადი პარტნიორი, რა თქმა უნდა, სხვებთანაც მიმუშავია და სხვადასხვა არაჩვეულები პარტნიორები არიან, თუ გაუგეთ ერთმანეთს, არაჩვეულებრივი სამუშაო ხალხია. ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები ერთ წელიწადში 43.4%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით მიმდინარე წლის ოქტომბერში პლასტიკური ბარათების მეშვეობით ინტერნეტით 46 მილიონი ლარის ოპერაცია განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 24%-ით მეტია 2003 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წინა თვესთან შედარებით კი 800.000 ლარით არის გაზრდილი. ოპერაციების რაოდენობა ოქტომბერში სულ 1.153.000 შეადგინა. იუსტიციის სამინისტრო ბოლო 3 თვის განმავლობაში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების შესახებ სტატისტიკურ მაჩვენებლებს აქვეყნებს. 2014 წლის სექტემბერ-ნოემბერში მოდავე მხარეებს შორის მორიგებით 1394 შემთხვევა დასრულდა. შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული იძულებითი გამოსახლების 71 შემთხვევა, შეწყვეტილი აუქციონებისა და ქონების რეალიზაციის 46 შემთხვევა, მოქალაქეებისთვის ჯარიმის განწილვადების 817 შემთხვევა, ასევე 3 თვის განმავლობაში ალიმენტთან დაკავშირებული 2446 საქმე დარეგულირდა. შესაბამისი სამსახურების ამ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად მხარეები ხშირად მიდიოდნენ ორმხრივად მისაღებ შედეგამდე. ნებისმიერი ტიპის საქმეზეა რეალურად გათვლილი, სადაც იკვეთება აი საზოგადოებრივი ინტერესების შორის კონფლიქტი, ან მარტივად გადაწყვეტადი არ არის. ბოლო პერიოდის განმავლობაში ტენდენცია მზარდია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სამსახური ბოლო სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას შპს კედარის მიერ წარმოებული ნახევარფაბრიკატები არ გამოიყენონ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით შპს კედარის მიერ 9 ოქტომბერს გამოშვებულ გაყინულ ხინკალში აღმოჩენილია რისტერია მონოციტოგენეზი, პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ანალოგიური განცხადება სააგენტომ კედარის მიერ წარმოებულ გაყინულ ქალბაბთან დაკავშირებითაც გაავრცელა. სააგენტოს ცნობით კედარს საწარმოო პროცესი დღემდე შეჩერებული აქვს, მაგრამ სარეალიზაციო ქსელში კვლავაც არის განთავსებული კომპანიის მიერ ოქტომბერში წარმოებული ნახევარფაბრიკატები, რაც დიდი ალბათობით შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.
ამჟამად შეწყვეტილია საწარმოო პროცესი აღნიშნულ ბიზნეს ოპერატორთან, აგრეთვე ის კი დაჯარიმებულია 1000 ლარით, ეს არის საჯარიმო სანქცია, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი. მოსახლეობას მოუწოდებ იმას, რომ აღნიშნული წარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კედარის მიერ წარმოებული პროდუქტის მოხმარებისგან თავი შეიკავონ იმ ეტაპამდე, სანამდე არ გავრცელდება ჩვენგან დამატებითი ინფორმაცია. წლის დასრულებამდე თქვენახევრით ადრე დგება შეკითხვა, როგორ დაიხარჯება 1 მილიარდი ლარი, რომელიც დაგვიანებით შევიდა 2014 წლის ბიუჯეტში და რა ასახვა ექნება ამას ქვეყნისა და მოსახლეობის ფინანსურ ცხოვრებაზე და რაც მთავარია, მოსალოდნელია თუ არა წლის ბოლოს ლარის კურსის ყევა. თემის შესახებ ეკონომეტრის სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ირინა გულუა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი შემოგვერთა. ქალბატონო ირინა, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. 9 თვის მაჩვენებლით ბიუჯეტს 9 მილიარდამდე მეტი დააკლდა ხარჯების შესრულებისას. ეს გამოწვეული იყო გრანტებისა და სესხების გადმორიცხვის დაგვიანებით. სექტემბრისთვის აღნიშნული მაჩვენებელი უკვე შეიცვალა და გამოსწორდა, თუმცა კვლავ პრობლემებია ხარჯვასთან დაკავშირებით. წლის ბოლომდე მოესწრება თუ არა აღნიშნული ხარჯვის გაწევა და თქვენ როგორ ფიქრობთ, აისახება თუ არა ეს ყველაფერი ეროვნული ვალუტის კურსზე? თქვენი ცნობართვით შემოსულობების ნაწილით დავიწყებ. სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმდინარე წლის გუშინდელ დღემდე მთლიანი შემოსულობებიდან მობილიზებული იყო გეგმის დაახლოებით 83%, ხოლო გადასახადის აკრეფიდან მობილიზებული თანხების დაახლოებით 91%, რაც ნიშნავს, რომ მომავალი თვენახევრის განმავლობაში მთავრობამ დაახლოებით 1,5 მილიარდის მობილიზება უნდა მოახდინოს. რაც შეეხება 9 თვის დაზუსტებულ გეგმას, იქ ძირითადი კლება შემოსულობების იყო მოგების გადასახადზე, ასევე შემოსავლების საკუთრებიდან მისაღების შემოსავლების გადასახადზე, კერძო დივიდენდებზე. ამასთანავე ჩარიცხული იყო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საგარეო გრძელვადიანი კრედიტის რომელიც შეღავათიანია 55.5%, რაც ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა, ეს დაახლოებით 205 მილიონი ლარია. რაც შეეხება გადასახდელებს, ამასთან დაკავშირებით ასევე ოპერატიულ ინფორმაციას დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს, ეს არის ხაზინის მიერ გამოქვეყნებული გუშინდელი დღის მონაცემებზე ვსაუბრობ. მომავალი თვენახევრის განმავლობაში უნდა გაიხარჯოს მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 20%. მსგავსი პრაქტიკა არ არის ახალი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, შარშანაც მსგავსი ვითარება იყო, როდესაც ამასთან დაკავშირებით სწორედ ქალბატონო ირინა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შარშან ლარის კურსის გაუფასურება სწორედ ხარჯების ბოლო თვეებზე მსგავსმა დაწოლამ განაპირობა. წელს იგივეს ხომ არ უნდა ველოდოთ და რამდენად აქვს ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვი, რომ შეინარჩუნოს ლარის კურსი? შარშანდელთან შედარებით წელს მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ შარშან ამ პერიოდისთვის და 30%-ზე მეტი დაუხარჯავი საბიუჯეტო სახსრები იყო, მაშინ როდესაც წელს ეს დაახლოებით 20%-ია, თუმცა რა თქმა უნდა სასურველია, რომ ბიუჯეტის ხარჯვის ტემპი იყოს თანაბრად იყოს გადანაწილებული კვარტლებში და არ მოხდეს ეროვნულ ვალუტაზე წნეხი იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ბოლო კვარტლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეებში. შარშან სწორედ ერთ-ერთი განმაპირობებელი ლარის კურსის რყევის და გაუფასურების იყო ზეწოლა ბიუჯეტზე დახარჯული გადასახდელებით, რამაც თავის წვლილი შეიტანა ასევე ინფლაციური მაჩვენებლის ზრდაშიც. და თქვენი შეფასებით რატომ ხდება ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემები ერთის მხრივ გრანტებისა და კრედიტების და მეორეს მხრივ ხარჯების დაგვიანებით გადარიცხვა? ეს არაკომპეტენტურობის ბრალია თუ კიდევ რაიმე სხვა ახსნა აქვს ამას? თქვათ მიზანმიმართული ინფლაცია ან კიდევ რაიმე სხვა? 9 თვის დაზუსტებული მონაცემებით გადასახდელების ნაწილში ძირითადი გარღვევა ყველაზე დიდი იყო 72% ნახევრით იყო შესრულებული ეგრეთ წოდებული არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი, რაც მოგეხსენებათ არის კაპიტალური დანახარჯები, ინფრასტრუქტურული პროექტები. გადასახდელების ვერათვისება უმეტესად უკავშირდება ჩაშლილ ტენდერებს, რაც შესაძლოა ადმინისტრირების და მენეჯმენტის ბრალი იყოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ფაქტია, რომ ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული პრაქტიკულად დეფლაცია ჰქონდა, ანუ ეკონომიკა რეცესიაში იყო. ამის გადაფარვის მცდელობასთან ხომ არ გვაქვს საქმე ხელოვნური ინფლაციის სურათის შექმნით? არა, ამას ვერ დავადასტურებდი. ძირითადად დეფლაციური პროცესები გამოწვეული იყო მოთხოვნის კლებით
და არა იმ მიზეზებით, რომელიც თქვენ დაასახელეთ. ამასთან ახლანდელი ტარგეტირებით ხორციელდება მოგეხსენებათ ინფლაციის გაზომვა 5%-იანი არის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი და შესაბამისად იცვლება მონეტარული პოლიტიკაც. ამჟამად 5%-ზე ნაკლებს წარმოადგენს ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ია და ამიტომ ხელოვნურ ჩარევას მონეტარული პოლიტიკის მხრიდან არ არის სასურველი და არც შენარჩუნდა და გუშინ გაიმართა ზუსტად მონეტარული კომიტეტის სხდომა და იგივე განაკვეთია შენარჩუნებული რეფინანსირების განაკვეთი. აი ლარის კურსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ კურსის დასაჭერად ჩარშან ეროვნულ ბანკს მხოლოდ იანვარ-დეკემბერში 470 მილიონი დოლარის რეზერვის გაყიდვა მოუხდა და რეზერვები 3.1 მილიარდიდან 2.5 მილიარდამდე შემცირდა. თუ წელსაც იგივე განმეორდა, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია რომ იხარჯებოდეს ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვი არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტის შეცდომის გასასწორებლად? მართლაც ბრძანებ, ჩარშან მართლაც მოხდა უპრეცედენტო რაოდენობის საგარეო უცხოური რეზერვის ხარჯვა, თუმცა წელს არ ვარაუდობთ იმ იქიდან გამომდინარე, რომ ჩარშან გაცილებით უფრო ცუდი მდგომარეობა იყო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილთან დაკავშირებით და წელს არ ველით მსგავსი სცენარის განვითარებას. ანუ აღნიშნული რყევა, რომელიც შარშან დაფიქსირდა, ისეთი რყევას წელს არ უნდა ველოდეთ? არა, ჩვენი პროგნოზით არა. და ბოლოს თქვენ სად ხედავთ ბიუჯეტის პრობლემას და როგორ რეკომენდაციას მისცემთ მთავრობას? ბიუჯეტის პრობლემა ძირითადად გამოიხატება, როგორც უკვე აღნიშნე, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში. აუცილებლად უნდა მოხდეს ტენდერების სწორად ჩატარება, ტექნიკური დავალების სწორად გამოცხადება და ასევე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ტემპის თანაბრად, რაც შეიძლება თანაბრად გადანაწილება კვარტლებზე. გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტენდერები სპეციალურად ჩავარდა. ამასთან დაკავშირებით თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა საუბარი იყო ესე ვთქვათ, ძველი კომპანიების თვის დავალების არ მიცემაზე და ასე ვთქვათ, ტექნიკური დავალებების გამო მოხდა ამ ტენდერებში. რამდენად შესაძლოა, რომ ეს ნეგატიურად ასახულიყო უკვე ბიუჯეტზე? მაგაიცახა კიდეც ნეგატიურად 9 თვის განმავლობაში მთლიანი გეგმის დაახლოებით 72% შესრულდა მხოლოდ დანარჩენი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ვერ მოხერხდა. ძალიან დიდი მადლობა ირინა გულვა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი იყო ჩვენი გამოშვების სტუმარი. პროგრამას კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეებით გავამგზავნებთ. შოკოლადი შეიძლება დეფიციტური გახდეს. გლობალური მასშტაბით მოთხოვნა წარმოებაზე გაცილებით მეტია. პრობლემას კაკაოს მწარმოებელ რეგიონებში ეკონომიკური და გარემოს დაცვითი პრობლემები ქმნის, რასაც აფრიკაში ებოლას ვირუსიც დაემატა. შოკოლადის მაგისტრის პოლ იანგის განცხადებით, თუ მწარმოებლები კაკაოს დასავლეთ აფრიკაში ვეღარ იყიდიან, ისინი ბაზრის მოძიებას სხვაგან დაიწყებენ, რაც პროდუქციას საგრძნობლად გააძვირებს. მიმდინარე წელს კაკაოზე ფასი ტონაზე უკვე 25%-ით გაიზარდა, რაც მწარმოებელთა შეშფოთებას იწვევს. ექსპერტთა შეფასებით 2020 წლისთვის კაკაოს დეფიციტი მსოფლიოში უკვე 1 მილიონ ტონას მიაღწევს. მსოფლიოში ზეითუნის ზეთის წარმოება ეცემა. მიზეზი ზეთისხილის მავნებელი მწერები არიან, რომლებმაც მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურეს. ყველაზე დიდი დარტყმა იტალიელ მწარმოებლებს მიადგათ. მათი განცხადებით, იტალიის წარმოება სავარაუდოდ 35%-ით შემცირდება. სიტუაციას კატასტროფულად აფასებენ ესპანეთში. მსოფლიოში ზეთისხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში წარმოების 50%-ით შემცირებას ვარაუდობენ, რასაც შესაბამისად ფასების ზრდა უნდა მოჰყვეს. ტაკატას უსაფრთხოების ბალიშების სკანდალი ისევ გრძელდება. ავტონაწილების ცნობილ იაპონურ მწარმოებელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანგრძლივი ბრძოლა ელის. ტაკატას უსაფრთხოების ბალიშები დიდი ძალით იხსნება, რის გამოც შტატებში უკვე 6 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ტაკატას და ავტომობილების 5 მწარმოებელ კომპანიას ამერიკის ბაზრიდან პროდუქციის სრული გაწევა მოსთხოვა. აღნიშნული საკითხი დღეს სენატის კომერციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. ტაკატას ფირმის უსაფრთხოების ბალიშები ცნობილი ავტობრენდები Toyota, Honda, Daimler Chrysler და სხვები იყენებენ.
ისლანდიის უმსხვილეს ბანკს Landsbank's ტოპ-მენეჯერების სასამართლოს განაჩენი გამოუტანა. ისინი 2008 წელს ისლანდიაში ფინანსური სექტორის კრიზისის გამოწვევის ბრალდებით არიან დაკავებული. კერძოდ მათ ბრალად ედებათ ბანკის აქციების ფასით მანიპულირება. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს საკრედიტო ბაზრები გაიყინა და ისლანდიის ბანკები ძალიან სწრაფად გაკოტრდნენ, რამაც ისლანდიის ეკონომიკა რეცესიაში ჩააგდო. სასამართლომ ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს 12 თვე მიუსაჯა, ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი კი 9 თვიან სასჯელს მოიხდის. ეკონომეტრი დღეს ამ ინფორმაციით გამშვიდობებათ, ერთმანეთს უკვე ხვალ 16 საათიანი მომავლის დასრულებისთანავე შევხვდებით. თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ კი Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ მოგწეროთ. ნახვამდის.